მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ მართლმადიდებლობის რეიმს აი ამ წინვალე დიდებულ დღესასწაულს, რომელიც თქვენ იცით, რომ მე-7 საუკუნის პერიოდში აღიზრდა ეს ხატმებრძოლობა. ხატაშორის ანჩისხაძეც არის წარწერილი დომენტი კათალიკოსი წერს, რომ როდესაც აღიზრდაო იმპერატორ ლეო ისაურიელისა და კომპრომიმოს პერიოდში, აი სწორედ იმ დროისათვის იმძლავრა ხატმებრძოლობა. და ხატმებრძოლობას ვიღზრავს ხალხო. ვინც ქრისტეს თაყვანსემდა ის მის დატოვილი თითოეულ სიწმინდეს, თითოეულ ნაფეხურს, განსაკუთრებით მის ხატს ეფერებოდა, მაგრამ როგორც დღეს ვითომ ქრისტიანები და ფსევდოქრისტიანები ებრძვიან მართლმადიდებლობას, ისე იმ პერიოდშიც ქრისტეს ბრძოლნი თითქოს ხატის გაკერპების მიზნით ებრძოდნენ, ასე ვთქვათ, იმდროინდელ ჭეშმარიტებას და თაყვანისცემას თვითონ ასე ვთქვათ, აი ამ განკაცებული უფლისაგან. ამაღლებული მაცხოვრი, რომელიც ყოველ წუთას ჩვენთან არის, ეხლა სამწუთას იმ ხელთუქმნელი ხატიდან გვესაუბრება, გლოცავს, მას მოაფეს ჩვენზე, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ამ ასე ვთქვათ, ამას ყველაფერს მიუჩუმოთ ყური და ვერ დავინახოთ ეს ყოველივე აი ეს დიდი სიკეთე. როგორც ჩვენი კეთილმორწმუნე დიდი მეტრები, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეტრე, რომელიც ეკლესიური წესის პატარა დარგოვასაც განმართავდნენ ხოლმე. ეს არის ნამდვილი ქართველობა, ხალხო, ნამდვილი ქართველობა. ეს ურაპატრიოტობა არ გეგონოთ. ქართველობა ნამდვილი არის ღვთის კურთხეული მარტო ჰორიზონტში არა, ასე ვთქვათ, ვერტიკალშიც უბრიდან ნაკურთხი ნათლობის წესით, სამების წესით, რომელიც გვირგვინდება მართლმადიდებლობით. ამის არწმუნება თუ არ გაგვაჩნია და ამის სწორი შეხედულება, რატო იყვნენ წმინდა მამები, რომ სწორედ აი ამ დღით თითოეულ განმართავდნენ თითოეულ წყალებლობას, თითოეულ წყალებლურ აზრს. იმიტომ რომ ჭეშმარიტება, თვითონ ჭეშმარიტება არ შეიძლება დარღვეული იყოს. აი დღეს ბევრს დაობენ, რომ ისტორია არის დარღვეულიო, ისტორიაში პატარა სიტყვაო, შეიცვალაო და პატარა სიტყვა ასე ვთქვათ არასწორად არისო და ამიტომაც დაობენ და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. თქვენ წარმოიდგინეთ, უფალი, რომელიც საცხოვნებლად დაგვიტოვა ჩვენი სარწმუნოება, მისი ისტორია, მისი ჩამოსვლა, მისი განკაცება რამდენად ზედმიწევნით იყო აღსარწერი და რამდენად იყვნენ ჩვენი მამები ფრთხილნი, რომ რაიმე არ დარღვეულიყო, რომ თითოეული პატარა სიტყვის გადახრა, თითოეული ისტორია, თითოეული მაცხოვრის სიტყვის დამახინჯება, ეს იყო პირდაპირ აი იმ ისტორიის დამახინჯება და იმ ცხონების დამახინჯება, რომელიც გვიქადაგა უფალმა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული სიფაქიზე და სიფრთხილე გვმართებს, როდესაც მსოფლიო კრებას ვეხებით და მის გვირგვის მე-7 მსოფლიო კრებას და განსაკუთრებულად ამ მე-7 მსოფლიო კრების დროს აღიძრა აი ამ თაყვანისცემის უდმივად იყო ჭობა საუკუნეების მანძილზე, ბასილი დიდის, თქვენ თუ წაიკითხავთ დამასკელის უდიდესი წმინდა მამები საუკუნეების მანძილზე განმარტავდნენ ხათა თაყვანისცემის რაობის შესახებ, მაგრამ როდესაც ხატმებრძოლობა მაინც იმძლავრა და განსაკუთრებით იმ იმპერატორების დროს, რომლებიც იყვნენ ქრისტეს მოძღვრები, რომლებიც იყვნენ მართლმადიდებლობის მოძღვრები, რომლებიც იყვნენ მართალი სარწმუნოების მოძღვრები, აი სწორედ იმ დროისათვის განიმართა და აი ამ დიდი დედოფლის თეოდორას პერიოდში მმართველობის დროს, ასე ვთქვათ, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ დაადგინა და დააგვირგვინა, რომ ეს დღე დაწესდეს მარტის პირველი კვირიაკე მართლმადიდებლობის ზეიმი. ეხლა დღევანდელ დღეს მინდა რომ გადმოვიდეთ. და მე მინდა დღეს ცოტა ხილების დღესაც ეძახდნენ ამ დღეს და ვფიქრობდი თუ რამე თქვა თქვენთვის და ესეთი ასე ვთქვათ სახარებიდან წამომივიდა აზრი, რომ აი ეს სახარების ამონარიდი გამერჩია თქვენთან ერთად. რომ ერთმა მოწაფეთა მისთაგანმა თქვა მას, უფალო მიბრძანე მე პირველად მოსვლა და დაფულად მამისა ჩემისა. ანუ მამა გარდაეცვალა ადამიანს და უფალს ხოვს, რომ მამის დაფლათო მიბრძანეო, რომ მივიდეო და დავბრძანო. ხოლო იესო თქვა მას, შენ მომდევდი მე და აცადენ მკვდარნი დაფლად თვისთან მკვდართან. ეხლა შეიძლება აქ არც მარცხო ზოგმა შეიძლება უხეშად გაიგოს ეს ყველაფერი. უფლის ჩამობრძანება ეს იყო სწავლება. და არა დოგმა იმისი, რომ შობლის უპატივისმცემლობას ქადაგებს, ან თქვათ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე. იოანე აკროპილი გამარტავს ის, რომ დაუმარხველი ყოფილიყო და მას ხალხის გარჩევო არ ყოფილიყო და ესე დარჩენილიყო, თვითონ პირველი წავიდოდა მაცხოვრაზე. მაგრამ აქ არის ლაპარაკი, მას ვფიქრდნენ, მაგრამ უმეტეს სწავლებაზე მიაჩერა და შეაჩერა ჩვენი ყურადღება, მაგრამ მე სხვაგან მინდა ეს ყველაფერი პარალელი გავაკეთო. ეს გონება გამოუღვიძებელი ადამიანი მკვდარს გავს, როგორც მინდა იოანე ოქროპილის არის. ჩვენ გონია რომ დავდივართ და ხშირ შემთხვევაში, როგორც დიდი მამა აღნიშნავს, ის
მკვდარი ადამიანები ჯობია კიდევ იმ ცოცხალ ადამიანს რომლებიც მკვდრებივი დადიან ქვეყანას. აი ჩვენ როგორც ლაპარაკობთ ლაზარეს აღგინები და ვიქადით რომ ქართველი ელი უნდა აუდგეთ ჩვენ იმ პერიოდში და როგორც ლაზარე რას ნიშნავს ზუსტი შინაარსით არ გვაქვს გარკვეული. თუ რატომ დაგვიწესა დიდი მართვა უფალმა და რატომ გვითხრა რომ მხოლოდ ლოცვით და მართვით განიდევნების ბოროტი ესე რომ გონება გამოიგვიზო თუ გონება არ გამოიგვიზა შეიძლება ცოდნით იცოდე მაგრამ ვერ ახედავდე იცითო მაგრამ ვერ ახედავდო მაგრამ მათ დაგიხარდო და მასე უარესები ხარდო იმიტომ რომ ადამიანმა ყველაზე ცუდი ის არის რომ თავისი ცოდნა თვალის სინათლის და გონების სინათლეს კი არ ახმარს თავის ცოდნას სული სიბრელეს კიდევ და ამპარტავნებას და ხიბლს და ათასუბედურობას ახმარს ვერ ხედავთ ამ ყველაფერს ვერ გაგვირჩევია რატომ გჭირდება ლოცვა და მართვა და მუძარებონება კეთილბოროტი რო გავარჩიო თუ კეთილბოროტი და ვინ ვარჩევთ დღეს კეთილბოროტს როგორ ადვილად გვაჯერებენ როგორ ადვილად ყველაფერზე გვაეჭვიანებენ ეჭვი ერთ-ერთი ეშმაკის დიდ მანქანებად იქცა და თემის სატელევიზიო მასმედიას სწორედ ამიარახს იყენებს რომ ადამიანები შეარეჭონ რაღაცნაირად ადამიანებიც როგორ ადვილად ვარდები თუ ცილის სამებაში თუ ნებისმიერ რო იჯერენ გუნდას 5%-ს რაც არიცი შენ უკვე იმ ცილის სამების თანამონაწილე ხარ და 5% კი არა მე მგონი 95% უჯერებენ პირდაპირ ისეთი მარტულები არიან დღეს ამიტომაც განსაკუთრებულად გვმართებს უძარე გონება ხალხო დღეს თუ არ გამოვიგვიძეთ სწორედ მე ეს პროცესებს რატო ჩამოთვალე მე მინდა მივიდე აი ამ ხატის დაბრუნებამდე რომელსაც დღეს თემის ამართმადიდებლო აღნიშნავს დღეს მე ვყოფილვარ ამავსთან ერთად საბერძნეთში კვიპროსში აი ამ დღეს მართლმადიდებლობის ზეიმზე როგორც მთელი უხსნელსა ხატსა შენსა თუ უკრაინაში თუ ასე ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნებში 30 ქვეყანაშია ეს ხატი სხვადასხვა ნამყოფი ღვთის მარტივი და ღვთის შეწევნით როცა იყო ამისი პერიოდი რომ ჩვენ აი ამ მართლმადიდებლობის ზეიმზე როდესაც ამ ხატს შევაგზავნებით ამხელა პატივით და დიდებით და რომ გაიგებდნენ რომ ეს ხატი არის და ხელთუქმნელი ხატი მართლმადიდებლები თბილისში, საქართველოში, მუზეუმში არის დატყვევებული ის, რასაც მთელი დღეს სამართლმადიდებლო უგალობს დღეს აი აქ მუზეუმშია ხალხი. თქვენ წარმოიდგინეთ რამხელაზე დიდი ცოდვა. მე აღარ მინდა ხანდახან წინ ხოლმე მუზეუმის თანამშრომლებს რომ აი რაღაცნაირად შევახსენებ ხოლმე წმინდა მამების წესებს, მაგრამ ჩვენი დაწერილი არ არის და 7 მსოფლიო კრება დღეს მე წამოვიმსგავსე დიდი ჯოლის კანონი აი აქ რომელიც 7 მსოფლიო კრება წერია ეს არის ჩვენთვის სახელმძღვანელო თითეული სიტყვა და თითეული ასო აქ დაწერილი ჩვენ ჩამოვშოვდით ამ წიგნს და მამების სულიერებას მაგრამ თუ არ მიუახლოვდით ეგ არის ყველაზე ძალიან ცუდი ჩვენ შეიძლება რაღაცას მოვშორდეთ მაგრამ ყველაზე დიდი ცოდვა ის არის და არ გვეპატიება სულიწმინდის გმობა რომ აი ასე ვთქვათ იმ ღვთის სიტყვასთან ისევ ახლოს აღარ მივალ რომ ჩვენ უშჯულოებას დავამკვიდრებთ აი როდესაც ამბობს უფალი თქვენ იცით რომ მეო არაო მიუტევებსო ყველა ცოდვასო მიეტევებაო კაცსაო გარდა სულიწმინდის გმობისა ანუ ის რომ მე თქვენ ტანჯეთ ის რომ მე თქვენ სამშვალი ჩამარჯვეთ ის რომელიც მე გვემეთ მანერწყვეთ და შეურაცხყოფა მომაყენეთ ამას პატიებთ მე აქაც და იქაც მაგრამ იმას ვერ პატიებთ როდესაც თქვენ იძახით ჩემ საუბრო საქმეზე რომ ეშმაკის ბელზებული ტკურნავთო როდესაც ჩემი ასე ვთქვათ წმინდა ხატთან თაყვანისებას გრძალავთ როდესაც ღვთის გმობა სულიწმინდის გმობა როდესაც ღვთის საქმეები რომელიც შენი სულის სხონებისთვის უნდა მოხმარდეს ამას როდესაც შენ გმობ ეს არის სულიწმინდის გმობა სწორედ თორე ფიზიკური შეურაცხყოფა და პირადი შეურაცხყოფა ეს ყველა ქრისტიანმა უნდა ავიტანოთ მაგრამ ჩვენ არ გვეპატიება ღვთის სარწმუნოების შებრალვა და ღვთის სარწმუნოებაში ბიწის გარევა იმ დროს უნდა ხმალაღმართული ვიყოთ თემი მართლმადიდებლები მე შენდობას ვითხოვ მაგრამ ყველა დაგვიძახა პატრიარქმა განკითხვა ადვილია ხალხო ძალიან ცუდი პერიოდი და კომუნისტების პერიოდში დაგვიძახა ყველას იმ სუფრაზე უფალმა პატრიარქის პირით რომ შემოდით ისევ გეყოთ ამდენი უშჯულოებაო და უცხების შვილებივით მივადექით ამ ეკლესიას მაგრამ ნახეთ ამ ნადიმზე სამოსის ჩაცმა სულიერი სამოსის ჩაცმა გვიჭირს არ გვინდა ამ სამოსის ჩაცმა რატომღაც ისევ მოდერნიზებული რაღაც ამ ცხოვრებასთან ერთად აი ამ კონფორმიზმთან ერთად რომელიც კონფორმიზმის პირდაპირი მნიშვნელობით წეღარო ვიძახი ყოდას ყოფს ადამიანს აი ის რასაც წეღარო ამბობდი რომ გონება ფხიზელი ის კონფორმიზმი რომელიც დღეს ასერიგად ნომერ პირველად ადგილზე დააყენა კაცობრიობამ ის სწორედ ადამიანს აქვე ცოცხალ მკვდრად ყოფს ადამიანები დადიან ცოცხალი მკვდრები
მანქანაში გაწოლილები, სახში ჩაწოლილები, არაფერი გონება მათი აღარ გამოგვიწებული აღარ არის, მინდობილი არის მხოლოდ რაღაც სიამოვნებას, ეგ კი არა, უკვე ლოცვაშიც კი რაღაც შეიმჩნევა ისეთი ხიბლი, რომ საკუთარი ეგოისტური სიამოვნებისთვის ლოცულობენ, რომ ეზიარონ, რომ კარგად იყოს თვითონ და არა იმისთვის, რომ მართლმადიდებლობას მოახმარონ, არა იმისთვის, რომ წოდები გამოისყიდონ. დიდი ნეტარი მამები იყვნენ, ნეტარებას განისწიდნენ, როგორც დიდი მამები შიომღვიმელებო ღვიმეში წურებოდნენ. ელიაში იტანჯებოდნენ, სიმართლისთვის გამოდიოდნენ, მოედნებზე ამხელდნენ, რომ მართლმადიდებლობისთვის მოეხმარათ ის ზიარების ზალა და ის ნეტარება და არა იმიტომ, რომ სახში წამოწოლილი იყვნენ მერე და ასე ვთქვათ, რაღაც მკვდარ მდგომარეობაში და სული მოეკლათ, საკუთარი სიცოცხლეშივე მოეკლათ. მე მინდა რუისუბნის ესკაიბის ეს კანონი კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას, რომ ყოველი ეკლესიისთვის შეწირული და ერთხელ ღვთისთვის მოცემული ოქრო, ვერცხლი, თვალმარგარიტი, ხე ვადგენს მინდა კანონთან მიხედვით, რომ არავის მიეცეს მათი ხმარების უფლება გინდ ტყუილად უხმარად და უხმად და უხმარად ეწყოს და ფეხის სათელადაც კი ეყაროს ეკლესიის საგანძურში. ხოლო თუ ვინმე გაბედავს მათ ხმარებას ეკლესიის გარეთ, მას მოელოდეს ამქვეყნად ბაბილონელთა მეფის ბალტასარის და ანანიას და საფირას სასჯელი, ხოლო იმ ქვეყნად საუკუნო ცეცხლი გამზადებული ეშმაკებისა და მათი ანგელოზებისათვის. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა დიდი წევა შეჩვენებაა ქრისტეს ხატის უპატიობისათვის. ვიღაცა გვეტყვის ახლა, რა წეწევლები შეკაიკაცო, რას შეგვაჩვენებ, რას იმასაშვები, რა მოხდა აი ხატებს ვიცავთ ჩვენ იქა და ეს ხო ყველაფერი სიცრუეა ხალხო. ეს ხო ყველაფერი არის სიცრუეზე აგებული. ჩვენ ხო კარგად გვახსოვს, გუშინდელი ისტორია იყო, კომუნისტების დროს როგორ დაანგრიეს ეკლესია. როგორ მოხდა ათეისტურ რეჟიმში აი ამ სიწმინდეების ჯერ მეტეხის მუზეუმი იყო, იმ მუზეუმში პირდაპირ შეურაცხყოფად შეყრა და მერე იქიდან ბოლო აგერ რაღაც რამოდენიმე წელიწადია რაც ეს მუზეუმი გაკეთდა და აქაც როგორც დათვალიერება და ასე ვთქვათ რაღაც ასე ვთქვათ მოსხელოვნების ნიმუში ისე აღიქმება და ყველაზე სამწუხაროა მე არ მინდა დღეს მაინც და მაინც სახელი და გვარებით გინებების და ლანძღვა გამოვიყენო ეს დღევანდელი დღე, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეროვნული მუზეუმი დღეს, როდესაც პატრიარქი კურთხევით სახატე ვიტრინის პროექტია გაკეთებული თავის სახელობის ტაძარში, რომ დაბრუნდეს ეს უტყუარი ჭეშმარიტება აღსრულდეს, როგორი დიდი ბრძოლაა გამართული, რომ ეს ხატი არ დაუბრუნდეს თავის ტაძარს. რომ არ აღსრულდეს მამა გაბრიელის სიტყვები, რომ არ მოხდეს ის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რაზეც ჩვენი დედაქალაქის სამართლიანობა ჯერ არა იცახიან, მერე თუ რაღაცნაირად დავით ახმეტს და ხო მერე გზას უცვლიან, იქით წავაბრძანოთ, აქეთ წამოაბრძანოთ, რომ არიონ ყველაფერი თელ ამბავში არიან, ეს კი არა ანჩის ხატის ტაძარში მე მგონი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოყენებას და სპეკულირებას უნდა იმისთვის, რომ ეს ხატი არ შესრულდეს და არ შებრძანდეს და შიგნით ასე ვთქვათ თავის ტაძარში არ დაივალოს. მე თქვენ არ გეგონოთ, რომ ჩვენ უფალს გამოვაბრძანებთ, თქვათ, ან ანგარების მიზნით, ან სადღაც წავაბრძანებთ, სადაც უფრო დიდი ტაძარია, რომ იქ უფრო თქვათ მაგალითად ბევრი ხალხი მოვა და იმ ხალხთან ასე ვთქვათ, სხვადასხვა კავშირები აქვს გაგმული და ამით ჩვენ უფალი შეგვეწევა. ჩვენ ანჩის ხაზს ვებედრებით აქ მუხ დაჩოქილი ხალხო, რომ და ილერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხაზს, რაც გამოცხადება იყო ამ ორი ხატიდან დღეს ერთს გველაპარაკება უფალი და დედა ღვთისმშობელი, რომ ჩვენ სინანულით მუხ დაჩოქით ცარემლით შევეგებოთ ამ ხატებს. და როგორ გონიათ თქვენ ანჩის ხატი, რომელიც უფალი გვიყურებს და სასწაულს მოვითხოთ, რომ ილერის ღვთისმშობელი ჩამოგზავდეს და აწმურის ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გამოცხადებით გვეჩვენოს და ასე ვთქვათ გამოვიდეს. როგორ გონია უფალი ამ სასწაულს გვიჩვენებს, როდესაც აგერ ხატი ვერ გვიქმნია, რომ ხატი, რომელიც მთლიანად აბსოლუტურად ყველაფერი მზად არის, აბსოლუტურად, რომ პოლიტიკური ნება გამოიხატოს და ხელში ავაბრძანოთ და დავავადოთ თავის სახელობის ტაძარში. და ხალხი ისეთ არაუგუზარებ მდგომარეობაშია, რომ მუზეუმმა ეკლესიური კურთხით ჩაისვა და ამბობენ, ღვთისმება არ არის ჯერო და ჯერო ილოცება. წარმოიდგინეთ, როგორი ასე ვთქვათ, შეურაცხყოფ მდგომარეობაში ვთვლიან, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ღვთისმება არ არის ჯერო, თითქოს მუზეუმი თავს ნებას ხატთან მივდივარ და ხატი უკან გვაგდებდეს თითქოს. არ გვაძლევს უფლებას, რომ ხატი და ჯერ ეტყობა ღვთისმება არ არის. ნახეთ როგორი ასე ვთქვათ უტიფარი განცხადება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომაც ადრე თუ ისე იყო დღეს უკვე სახატის პროექტი გამზადებულია, გერმანული კომპანია გველოდება, დაფინანსება არის კულტურის სამინისტრო,
თვითონ ჩემ თვალწინ პატრიარქთან და საპატრიარქოსთან ერთად შეადგინა ტექსტი, რომ უნდა შემდგარიყო ჩვენი მონაწილეობით ამ სახადე ვიტრინის კიოტის გამზადება. როგორც კი მოტრიადებით უკან, ერთი რო აკეთებენ მოტრიადებით უკან, არ ვიცი სატელეფონო ზარებით თუ რა საუბარი აქვს, ესევე ცვლიან აზრებს, ესევე ცვლიან სიტუაციას, რა ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ერთხელ სტატიას ეწერა ესეთი რამ, რომ ერი რომელიც ანჩისხაც არ აბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რომელიც ანჩისხაც არ აბრუნებს და არ უბრუნებს ერს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და აბრუნებს და დაიბრუნებს. აგერ 200 მეტრში ხანი რომ ვერ გადაგვიბრძანებია, ვინც 20 საუკუნის მანძილზე გვიშველა და გადაგვარჩინა. ჩვენ როგორ გონია, ჩვენ იაწყურის თვითშობლისხას გამოგვიჩენს უფალი და ივერის თვითშობლისხას ჩამოგვიბრძანებს, სანამ აი ეს გამოსცას ამ დიდ გამოსცას არ ჩავაბარებთ. ამიტომ ის სიტყვა, მარტო სიტყვა, ლიტო სიტყვა არ უნდა დარჩეს. ჩვენ რაღაც უნდა კეთილად შევხედეთ, ბატონ ბიძინა სიტყვასაც გახსოვთ თქვენ 2012 წელს თქვა მან რომ ხატიო ეკლესიაში უმჯობესია იყოს. იმის შემდეგ თავრობამ კულტურის სამინისტრომ თმარა, ეს არ უნდა მოხდეს მოტყუებით. პატრიარქის კურთხევა გვაქვს ხერთ, უფლის კურთხევა გვაქვს, ისტორიის კურთხევა. დანარჩენი ვისი კურთხევაა ის გადახვეული გზები. რომ კარგად გააცნობიერო, თვითონაც შეეცხვებოდათ ვის კურთხევას დაასდევენ თვითონ ზოგი ერთები. და რომ ასე ვთქვათ, ნათლავენ კიდევ ამას უფლის კურთხევა. ამიტომ ძალიან ხიზლად უნდა ვიყოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე მეორე გზა თქვათ არ გაუვიდათ. უნდა შეცვლა, აი როგორც მახათას მთაზე იყო. იმ წელს 2001 წელს ქალბატონი გუნდარ აგზანდება. ჩვენ ერთობის ლოცვები ანჩისხატობას დავარიგეთ. ანჩისხატზე და ივერის თვითშობლის ხატზე. წინა უსწრებდა დედასა შენსა და ფარველსა ჩვენს ანჩისხატ შევებედრეთ. ვის მობრძანებას წინ უსწრებდეს ეს ყველაფერი. არ გასულა დაახლოებით 11 დღე 29 აგვისტოს არის და ქალბატონს ხოდა გამოცხადება და შემდგომ 27 სექტემბერს ვილოცებ ჩვენ ავედით ჯვართამაღლების დღეს და რამდენად ნამდვილად ზუსტად იყო სწორი იყო ეს გამოცხადება თუ არა რაღაც ხო არ იყო და უფალმა 900 ნიშნით გვაჩვენა იქ ყოველ 15 წუთში სისარტყელები და ის გამოდიოდა იმ პერიოდში მაგრამ იქაც რაღაცნაირად სახე ცვლა მოინდომეს ზოგიერთებმა მე აქამდე პრინტი არ დამიძრავს ამაზე წლების განმავლობაში ამას დედაფთიშობელი და უფალი აქ ვინმეს მოღვაწეობა თუ უნდა იმ მოღვაწეობას ჭეშმარიტი წრფელი გულით და არა იმით რაღაცა ხადების როცა მომწიფდება რაღაც სიტუაცია და საპიარო თემები ეკლესიაშიც არიან ზოგიერთი მდემტავრები რომ ასე ვთქვათ ხდება მე ასე მათი ასე ვთქვათ გარეკლამება და მთელი ასე ვთქვათ ადრინდელი სიმღერა გაგახსენდება მანეთი შენ მანეთი მამაჩემს თუ რაღაცა და დარბიან და ანგარებისა და რაღაცა კუთხით იყენებენ ამ გამოცხადებას და ამ წმინდა ასე ვთქვათ ადგილს სადაც ერი უნდა გადარჩეს ამიტომ ჩვენს უნდა ვიყოთ ძალიან ხიზლად ჩვენ ახლა ტექსტის მინდა მოგაწოდოთ მე თქვენ რომელ ტექსტებს უნდა მოვაწეროთ ხელი მოვითხოვთ თავრობისგან აი ეს მოკლე დაბოლოება რაც ასე ვთქვათ იმ ტექსტს ახლავს რომელიც ასე ვთქვათ შედგენილი მოვითხოვთ თავრობისგან დროულად მოხდეს საინიციატივო ჯგუფის მიერ ანჩისხატის ტაძრის შექმნილი სახატი ვიტრინის პროექტის განხილვა განხორციელება რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითაა წარდგენილი მოთხოვნას ხელმოწერით ვადასვანა ჩვენს აი მოთხოვნას კიდევ ერთხელ შევახსენებთ რომ დროულად განიხილოთ ეს საკითხი თუ არ განიხილეს და თუ კიდევ გზები გადაცვალეს და გადმოცვალეს შემდგომ გვაქვს ჩვენი გეგმა წინასწარ არ მინდა მე გავაცნო და არავის დავემუქრო და ას დავიქადნო ჩვენ არა ვართ ხალხი რომელიც ვიქადნით ჩვენ ვართ ხალხი რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი გამოცდილებები გაგვაჩნია და ამას ყველაფერს ავასრულებთ და შევასრულებთ იქნება ძალიან დიდი მხილება და იქნება ასე ვთქვათ დაიწყება მხილების წელი ციკლი როგორც იყო ხოლმე წლების მანძილზე ადრინდელ პერიოდში ჩვენ არა ვართ ის ხალხი რომელიც რაღაც კონფორმიზმი და რაღაც ორი სიტყვა საკებრად გადმოგვიგდეს და ჩვენ ეს გვაყოფილებთ ჩვენ გვინდა საქმე რომ აი ეს დროებს არ მემსგავსოთ როგორც მე წაგიკითხეთ რომ ცოცხლები გავიცოცხლოთ და უფალმა გაგვაცოცხლოს თვითონ რომ ასხოვარი გამოგზავნდეს რომ როგორც ლაზარი აღადგინა ეს მკვდარი ხალხი აღადგინოს აი ეს უნდა მოხდეს აუცილებლად და აქ ჩაკეტილია მათ მისი მადლი მისი ასე ვთქვათ ის ასაუქმედება რომელთაც ერი მოყავდა საუკუნეების მანძილზე აი ამ ტექსტზე მინდა რომ ხელი მოვაწეროთ შემოგარგებო ღემანდელი მართლმადიდებლობის ზეიმი კიდევ ერთხელ მინდა რომ მოგილოცოთ ძალიან ბევრი მაქვს ახლა არ გავწერლა ასე ვთქვათ სიტყვას იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამას აი ელემენტარულად უფალი თვითონ უფალი და იოანე ოქროპირი როგორ ანარებს ლამაზად აი ამ ყველაფერს რომ ჩვენ განსაკუთრებულად უნდა ვიგვიძებდეთ და ზოგი იმასაც კი ფორმულირებას უკეთებს ფარისევლურ ფორმულირებას რომ უფალი როცა ბრძანებს რომ გვიზარე იყავით თუ არისით როდის მოვა ეს დროო
ზოგი მიდის და პირდაპირ იძინებს, იცი რა ჯერ ერთ რო არ არის და რა ვიცით როდის მოვალ. მამამან იცისო, მაგრამ თქვენი მამამან იცის ხოლმე იმ დღის შესახებ, მაგრამ თქვენო ხიზრად იყავით ეს ნიშნები როცა განხორციელდება. და იმას კი არ უნდა გიარო რომ მუდმივ რეჟიმში სიფრთხილეში ვიყოთ. მოიცა კაცო ეს ხო გუშინაც იყო, გუშინწინაც იყო, წავიდეთ დავიცინოთ. როცა მოვა, აი ადამიანები როგორ ფარისეულ სიტუაციაში არიან. ვერ ბარა, სანამ არ გამოსწორდება ამ ქვეყანაში, იქამდე არ დედაფიშებელი და მაცხოვარი არ მოგვასწორებს. ჩვენ რომ ეს სიწმინდე სანამ არ გაიწმინდება, ბოლომდე და ჯულში არ გაუჯულდიოდებით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. და ამ განსაკუთრებულად თქვენიცით რომ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგს. ქირურგი როგორი მნიშვნელოვანი პროფესიაა, იმიტომ რომ ავადმყოფი შეუძლია დაღუპოს ცუდმა ქირურგმა. და განსაკუთრებულად როგორი დიდი მნიშვნელოვანი არის სასულიერო პირი, როდესაც ის სულის ქირურგია. და ვინ არის უკვდავება? უკვდავება უფალია ხალხო. დანარჩენი ყველაფერი მოკვდავია ამიტომ. რომ ჩვენს მზის გავსად, ვარსკვლავების გავსად, თავარ ანგელოს და მყარი არამყარი ხედავთ ყველაფერი გარშემო, ყველაფერი მუდმივია, ყველაფერი საუკუნეებს უძლებს. ჩვენა ვართ ჩვენი ცოდით მკვდრებიდან, რომ განგვაცოცხლოს, შევევედროთ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, ანჩის ხატს, რომ ქნას ყოველივე ესე, რომ ჩვენ ადამიანები საქართველო აღადგინოს და გამოაღვიძოს. ამინ. ვეთმა გაგაზიარო და პატარა შემონოცვა